გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში დასრულდა სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით მუსიკოლოგიისა და ეთნოლოგიის პრობლემები. ღონისძიება პროფესორ მანანა ანდრიაძის ხსოვნას მიეძღვნა. მე-19-მე-20 საუკუნეების სანოტო ხელნაწერებისა და მე-11 საუკუნეების ჰიმნოგრაფიული კრებულების ურთიერთკავშირის შესახებ. თანხმობისა და სხვაობის ძიებაში შეხვეტილიანისა და წმინდა ანდრია კრეტელის დიდი კანონის მიხედვით. ქრისტეშობის ჰიმნები აღმოსავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიციაში, არქეტიპული სიუჟეტები როკ ოპერის ჟანრული მოდელის მაგალითებში, გიორგი სვანიძის ერთი ექსპედიციის შესახებ. ეს არასრული ჩამონათვალია იმ თემებისა, რომლებზეც კონფერენციის მონაწილეებმა მოხსენებები წარმოადგინეს. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა გალობის უნივერსიტეტის პრორექტორმა, პროფესორმა თამარ ჩხეიძემ. მან კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიების დასასრულს საუკეთესო მომხსენებლები გამოავლინეს. მათ პროფესორ მანანა ანდრიაძის სახელობის ჯილდო და ფულადი პრიზი გადასცეს. გამარჯვებულები გახდნენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრანტი ელენე ელიოზიშვილი და ლოტბარ რეგენტი, გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ზურაბ წკრიალაშვილი. კონფერენციის ყველა მონაწილეს დიპლომი გადაეცა. წლევანდელ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა ახალგაზრდა მეცნიერებმა. ფართოვდება წრე არეალი იმ უმაღლესი დაწესებულებების, ვინც ამზადებს მოხსენებებს და გამოდიან ამ კონფერენციაში. ეს არის ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, ეს არის რა თქმა უნდა კონსერვატორია, რომელიც ძალიან აქტიურად მონაწილეობს თავისი სტუდენტური ნაშრომებით ამ კონფერენციაში. უნდა ითქვას, რომ ფართოვდება გეოგრაფიული არეალიც, წელს თურქი მუსიკის მცოდნეებიც მონაწილეობდნენ ამ კონფერენციაში და ეს არის წინაპირობა ესეთი კოლაბორაციული ურთიერთობები სტუდენტებს შორის და ახალგაზრდა მეცნიერებს შორის გაფართოვდეს მათი ცოდნის, მათი მიღწევების, მათი სამეცნიერო პოტენციალის, რაც მთავარია. და ამით, რა თქმა უნდა, ფართოვდება ჟანრული სპექტრი იმ ნაშრომების, რაც არის ხოლმე წარმოდგენილი აი ამ კონფერენციაზე. დღეს დასრულდა მანანა ანდრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია და აღმოჩნდა, რომ გამარჯვებულ ნაშრომებს შორის ჩემი ნაშრომიც არის, რაც ჩემთვის ძალიან საპატიოა, პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის ეს არის პირველი საერთაშორისო კონფერენცია, მეორე მხრივ იმიტომ, რომ იყო ძალიან მრავალფეროვანი, ძალიან საინტერესო, მრავალპროფილური ნაშრომები. და მათ შორის ჩემი ეძღვნებოდა როკ ოპერის ჟანრულ მოდელებში არქეტიპების თეორიის გამოვლინებას და ვფიქრობ, რომ ნამდვილად გაამართლა ამ არჩევანმა. ჩემი თემა ეძღვნებოდა სიმღერა ჩაკურულოს ერთ-ერთ ვარიანტს, ქართულურ ვარიანტს, გიორგი სვანიძის ერთი ექსპედიციის შესახებ. ჩაკურულოს სხვადასხვა ვერსიები არსებობს. სხვადასხვა ვერსიები და ჩემი ვერსია ერთ-ერთი ახალი ძველი მივიწყებული ვერსია არის.